ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი ისევ საპოლიციო ძალების მობილიზაციის და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე მიმდინარეობს. ეს გადაწყვეტილება ძალოვანმა უწყებამ გასული რამდენიმე სხდომის დროს საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მიიღო. პროცესი დღესაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. გამოკითხვაზეა დაბარებული მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჯოხაძის ცოლი. პროცესს ესწრება მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული გიორგი მიქაძეც. რა ხდება სასამართლოს სხდომაზე? ნუცა ბახუტაშვილი მოგვიყვება დეტალებს. ბოლდროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის, კერძოდ კი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომას ესწრება გიორგი მიქაძე, რომელიც წინა სხდომას არ ესწრებოდა იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გარე პერიმეტრზე ვითარება იყო მწვავე და ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მიქაძეების მხარდამჭერები და ლევან ჯანგველაძის გარემოცვის წევრები. სწორედ ამიტომ მან გადაწყვეტილება მიიღო წინა სხდომას არ დასწრებოდა, თუმცა ახლა ამ სხდომას ესწრება გიორგი მიქაძე. დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან და დღეს ჩვენებას მისცემს ელენე ძაძუა, რომელიც არის გიორგი ჯოხაძის მეუღლე. მას დაუსწრებლად აქვს ბრალდება წარდგენილი და შემდგომ უკვე პატიმრობა შეფარდებული, ასევე დაუსწრებლად აქვს პატიმრობა შეფარდებული ამ საქმეში დავით მიქაძესაც. გიორგი ჯოხაძის მეუღლემ ადვოკატების განმარტებით უნდა ისაუბროს დეტალურად თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მათ ოჯახს გელა უძილაურთან და გელა უძილაური იყო გიორგი ჯოხაძის პირადი დაცვა წლების განმავლობაში. ადვოკატის განმარტებით ელენე ძაძუამ უნდა მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაციას უშუალოდ რა ტრანზაქციები და გადარიცხვები ხდებოდა მისი პირადი ანგარიშიდან გელა უძილაურის ანგარიშზე. პროკურორმა თქვა ისიც, რომ აუცილებელი არის ამ საქმეში გამოიკითხოს გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომელიც არის სხვა ეპიზოდზე ბრალდებული ამავე სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ კი მას იარაღის გასაღებას ედავებიან, თუმცა საგულისხმოა, რომ გიორგი კაჭკაჭაშვილმა არც სანდრო წივწივაძის, რომელსაც უკვე შეეფარდა 8 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, ნაწილში არ მისცა ჩვენება და ის უარს აცხადებს სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე, თუმცა პროკურორი დაჟინებით მოითხოვს გიორგი კაჭკაჭაშვილის სასამართლოში გამოცხადებას. სწორედ გიორგი კაჭკაჭაშვილი არის პირი, რომლის მობილური ტელეფონიდანაც გამოძიებამ ამოიღო ვიდეო, რომლის საფუძველზეც სანდრო წივწივაძეს უკვე დაუმტკიცეს ბრალდება და 8 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს. საუბარი არის კიევში გადაღებულ 53 წამიან ვიდეოზე, სადაც ასახული არის გიორგი ჯოხაძე, სანდრო წივწივაძე. ვიდეოს კი იღებს თავად გიორგი კაჭკაჭაშვილი და აი ამ ვიდეოს გარშემო ექნება სისხლის სამართლის ამ ეპიზოდზე კითხვები ბრალდების მხარესაც. დაიკითხება ბრალდებული გიორგი ჯოხაძის მეუღლე. გასაკვირველია, გარკვეული სახის კითხვები არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ ეხა წინწრებად არ სურს ბრალდების მხარეს გააჟღეროს შეკითხვები, მაგრამ არის გარკვეული საკითხები, რომელზეც ქალბატონ ელენეს დაესმება ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები. გადარიცხვებთან დაკავშირებით, მის მობილური ტელეფონის დეტალურ ამონაწერთან დაკავშირებით და სხვადასხვა გარემოებთან დაკავშირებით, წითელ სოფელთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ასევე გამოძახებული ყავს დავით მიქაძის დაცვის წევრი, რომელიც ასევე ბრალდებულია სხვა საქმეზე, დავით ჩუბინიძე. მასთანაც გარკვეული სახის ინფორმაციას ფლობს, ანუ გამოძიების ეტაპზე მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე ამ ბრალდების მხარეს კითხვები აქვს. ასევე გამოძახებული ყავს გიორგი კაჭკაჭაშვილი, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ის წინა პროცესზე მან უარი განაცხადა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არ ირკვეოდა უარის მიზეზი, დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმედი აქვს ბრალდების მხარეს, რომ წარდგება. ორგანიზების ნაწილში პროკურატურა ცდილობს წარმოადგინოს მტკიცებულებები ძმები მიქაძეების წინააღმდეგ, თუმცა ჯერჯერობით ასეთ მტკიცებულებას სხდომაზე არ გამოგვიკვლევია. წინა პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობდა. ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ 13 ტომი მასალიდან მიქაძეებს აბსოლუტურად არაფერი არ ეხებოდა. დღეს გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა, როგორც შემთხვევით ცნობილია, უნდა დაიკითხოს ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი ჯოხაძის მეუღლე ელენე ძაძუა, რომელიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისცემს ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ გელა უძილაურთან ძმებ მიქაძეებს არასდროს არც ერთ ეტაპზე რაიმე პირადი კავშირი ან თუნდაც სამსახურებრივი არ ქონიათ, ასევე ელენე ძაძუასთან დიდი იმედი მაქვს მოვისმენთ
იმის შესახებ განმარტებებსაც, რა ჩარიცხვები ხდებოდა გელაუძილაურის ანგარიშზე მისი ბარათიდან. წინასხდომებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და გარე პერიმეტრზეც იყო განსაკუთრებული მობილიზება სამართალდამცველების, დღესაც კვლავ არიან ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც ეს წინასხდომებზე ხდებოდა, როგორც უკვე გითხარით, გარე პერიმეტრზე სიტუაცია იყო საკმაოდ დაძაბული, შესაბამისად ამის გამო გახდა საჭირო სამართალდამცველების მობილიზება. დღესაც მოწმე ელენე ძაძუამ გიორგი ჯოხაძის მეუღლემ ითხოვა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და დიდი ალბათობით მას სასამართლოს ჭიშკრის შიგნითაც თავისი მანქანით შეიყვანენ და გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებით მისცემს ის ჩვენებას სასამართლოს წინაშე.